მადლობა გადაცემაში მონაწილეობის. იცი რა არის ნამდვილად მერჩივნა რომ ჩემ ჩართვას შენი გადაცემისთვის მეყურებინა და ყოველთვის ვუყურებ და ძალიან დიდი გულის ყურით ვუსმენ ხოლმე იმდენად საინტერესო სტუმრები გყავს და იცი რა აი ახლა ქალბატონი მარინას სტუმრობამ კიდე შემძრა პირდაპირ აი შემძრა და წეგან შენ ამბობდი რომ რაღაცა აი ეხლა ის ბოლო ფრაზა დამამახსოვრდა რომ ესე გავიყავითო ქვეყანაო და ძალით ხუჭავენ თითქოს თვალებს და არ უნდათ იმის დანახვა ამ რეალობის დანახვა ან ეს რეალობა არის ძალიან მწარე და ტრაგიკული და აი ზუსტად იმ ადამიანებს მინდა ვკითხო ვინც აი ასეთი თვალს ხუჭავს რომ დემოკრატია გვაქვსო და დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობ და ძალიან ესეთი თავმომწონედ ამბობენ ეს არის დემოკრატია მაშინ როდესაც აზრისთვის იდევნებიან განსაკუთრებული არაფერი ხდება განსხვავებული აზრი აქ და მეტი არაფერი სიტყვისთვის ისჯება უკვე და სასჯელის ფორმას აღარ ვლაპარაკობ უკვე სამარცხვინო როდესაც უბრალოდ ასისხლიანებენ უბრალოდ სიცოცხლის მოსპობა აბა რა არის ეს ბეწვზე როა გადარჩენილი გურამ როგავა ბეწვზე როა გადარჩენილი იგივე უნდა ზვიად მაისაშვილი ეს ბიჭები რასაც ჩვენ უყურებთ ეს არ არის სიცოცხლის მოსპობა ბეწვზე რო არიან გადარჩენილები და მე მინდა მათ ვკითხო ეს არის დემოკრატია ეს დემოკრატია ხალხო ძალიან მინდა ვკითხო კიდე ვიცი რომ არის თუ არა ტოტალიტარული რეჟიმი ის როდესაც ხელოვნებისთვის მეცნიერებისთვის კულტურისთვის ადგილი აღარ დარჩა. იმიტომ რომ არ არის აქტუალური და მაშინ როდესაც გინდა ქვეყანა მოსპო, უნდა მოუსპო კულტურა, ეს ხომ ცნობილი ფრაზაა რა. უნდა გაუნადგურო კულტურა და მე აი უბრალოდ ვარ მართლა შოკირებული, იცი როგორ მიჭირს აზრების თავის მოყრა აი ამ ყველაფრის გამო და მინდა ვთქვა რომ ძალიან ძვირად ფასობდა ყოველთვის საქართველოს ისტორიაში თავისუფლების მოპოვება და თავისუფლება ზოგადად ამიტომ მე აი მიმახსენდება და ვის არ ახსენდება თუ ვინმეს ოდნავ მაინც რაღაცა გააჩნია გონება ყველას ახსოვს წინა საუკუნისა ეს ესე ვთქვით ვითარება რაც ხდებოდა რომ სწორედ აზრისთვის იდევნებოდნენ სიტყვისთვის ისჯებოდნენ თან როგორ ისჯებოდნენ ოჯახის წევრებიანად ანადგურებდნენ სიცოცხლეს უსპობდნენ უმახინჯებდნენ ცხოვრებას ახლა არ ხდება იგივე ხდება ზუსტად და როგორ შეიძლება რომ ხმა არ ამოიღო მე ახლა ვფიქრობდი ჩემთვის მე ვინ ვარ? არაფერი, ვინ ვარ და ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელიც ჩემი პროფესიით არ მოვდივარ ახლა ამ შემთხვევაში აქ შენთან, იმიტომ რომ მოქალაქე ვარ, რომელსაც მაქვს ჩემი ხმა, უნდა მქონდეს ჩემი ხმა და უბრალოდ აი ამ ჩემი ხმით შეიძლება ჩემი ხმა არ იყოს ძალიან მძაფრი, ძალიან ბობოქარი, მაგრამ არის იმ მრავალათასიან ხმებს შორის, მინდა რომ რაღაც აი მეც შევუერთო ეს ხმა და ეს ის ხმებია, რომელიც ჩვენი ქვეყნის გადარჩენისთვის არის ხომ მომართული და ამიტომაც ბედავ მე შენთან ჩართვას და ერთი მოქალაქის რაღაცნაირად აი მდგომარეობის პოზიციის ჩემი აზრის გამოხატვას და აი როდესაც აი ამ ყველაფრისთვის იდევნებოდნენ მეთქი რა მინდა ვთქვა რომ ძალიან გავს დღევანდელ ვითარებას რომელიც მართლა ძალიან უბრალოდ შემაშფოთებელია ახსაშფოთებელია და შემასფოთებელი და მართლა ტრაგიკულია ის რაც ხდება და ჩვენ ვიცით როგორ პოულობდნენ ხალხს და სად არ სვავდნენ ხო იგივე ციხის საკნებში კგბ-ს სარდაფებში ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში ესეც მეცნობა ეს რაღაცები ცნობილია ეს ამბები ანუ რაღაცა მცდელობები რომ ზოგი ფსიქიურად დაავადებულად გამოეცხადებინათ და ასე შემდეგ ეხა ამაზე არა მაქვს ლაპარაკი მაგრამ ერთი მინდა იცი ხო ერთი მინდა უბრალოდ აი მახსენდება და მინდა უბრალოდ თქვა რომ ვერც ერთი საკანი ვერ არის დაცული იმ თავარისგან რასაც ქვია სინდისი იმისგან ვერ დაიცა ვერანაირ ჩაკეტილობას ვერანაირ ჩაკეტილობას სინდის ვერ დააკავებს თუ გაქვს არ გაქვს ხო აი ეს ამისი ძალიან ესეთი სინდის და ღირსებას
და აი ამისი ძალიან ნათელი მაგალითია სწორედ ის არმია უკვე შემიძლია ვთქვა ხო მართალია სამარცხვინოთ ჩვენ და სამარცხვინოთ რომლებიც ციხეებში არიან დღეს აბსოლუტურად უკანონოდ გამოკეტილები, უსამართლოდ გამოკეტილები, რომელსაც ბრალეულობას ვერ უმტკიცებენ ელემენტარულად და ვიღაც აი უბადრუკების, მე არ ვიცი, კიდე გეუბნები, სიტყვის უნდა გეშინოდეს ადამიანს, რომ შეიძლება დაგიჭირონ, მე არაფერს არ მეშინია, მაგრამ მეორე ის რომ მინდა უბრალოდ თქვა, რომ უბადრუკები, გაყიდული, სულ გაყიდული ადამიანების ხარჯზე უნდათ რომ ამ სინდისის პატიმრების დანაშაულობა დაამტკიცონ და ლოყის აწითლებაზე საერთოდ ლაპარაკი არ ამაქვს ის საერთოდ როგორ შეიძლება საერთოდ მიიჩნიოს რამეთ სამარცხვინო ჩვენი ქვეყნის სირცხვილია როდესაც ყავს კაცი რომელიც ლოყის აწითლების გამო ქალს ამ მდგომარეობაში აგდებს თანაც იმ ქალმა რისთვისაც გააწნა ის სილა ის გააწნა რეჟიმს, გააწნა იმას, რასაც ქვია მანამდე შეურაცხყოფის მიყენება. ამას არავინ ამბობს. აი ეს არ უნდათ რომ ეს გაიგონ და მე არ შემიძლია რომ არ მივმართო და არ უთხრა ამ ადამიანებს რომ თქვენ ხართ სწორედ დიახ აი ამ ღირსების მატარებელი, იმ ღირსების მატარებელი, რომელიც ხშირად ამბობდნენ რომ აი გმირები არიან და ერთ-ერთმა თქვაო ჩვენ არა ვართ გმირებიო. თქვენ გმირები იმიტომ კი არ ხართ რომ დაგიჭირეს, იმიტომ ხართ გმირები რომ დაგიჭირეს და არ გაატყდით. არც ერთი თქვენგანი არ გაატყდა, ეს არის არ ვიცი, მე არ ვიცი, ისეთი საამაყო, თქვენ საამაყოები ხართ, თქვენ მაგალითზე ძალიან ბევრი გაიზრდება და თქვენ მაგალითზე ძალიან ბევრს უამბობენ ჩვენი შვილები, შვილიშვილები, ყველას ხო არ ამოხოცავენ. ესე არ არის. მე მინდა რომ აი ვიდრე თქვენ გეტყვით ჩემო ძვირფასებო ვინც ახლა გვიყურებთ ახლა საკნებიდან მაინც იმ ხალხს უთხრა მადლობა რომლებიც ასევე ძალიან დიდ და გმირულ საქციელს ჩადიან რომლებიც აი ახლაც გაყინულებით განან რუსთაველზე რომელიც ერთი დღე წყვეტა არ ქონიათ და აპროტესტებენ ხო დემოკრატიაო იძახიან და პროტესტიც ხო შედის ამაშია რა ნუ თუ ამის გულისთვის შეიძლება ადამიანი მოკლა ადამიანი ესე ტროტუარზე ციხეში და ნუ რაღაცა ციხეში წარმოუდგენელი ამბავია ვერ წარმომედგინა რომ შეიძლებოდა მომხდარიყო ხო პირბადეები დაიწყეს და ბოლოს ტროტუარზე და ეხა რეპრესიები რომელიც დაანონსებულია თამრიკო უბრალოდ გამახსენდა თქვენ სხვათა შორის ბევრად ადრე შეგეხოთ ეს რეპრესიები აი იმ გალობის აკრძალვას გულისხმობ, ხო? რომელიც აგიკრძალეს თქვენი პოზიციის გამო. ეს რეპრესიები კიდე ეხლა იმის მაჩვენებელია, რასაც გვიანონსებენ, რომ მართლა ყოველი ჩვენგანი შესაძლებელია აღმოჩნდეთ ციხეში. ხო, რა ვიცი, ეხლა ის რაც მე შემეხო, უბრალოდ ეხლა მეცინება. იმიტომ რომ რაც დრო გავიდა ამატეს და ამატეს აი ესეთი ღირსეული ჭყალებში საქციელი რომელიც რა ვიცი რომ საპატრიარქოს კი არა საერთოდ ნებისმიერ ადამიანს არ ეკადრება მაგრამ მათგან წამოსული ხო საერთოდ რა სადახართ აი სულ მინდა ვკითხო აი სად არიან ის ადამიანები და ვინც ანუ საპატრიარქოდან გულისხმობა ანაფორები რო გაწვიათ და უსამართლობისთვის ხალხს ალპობენ ციხეში სად ხართ სამართლიანობისთვის რატომ არ იბრძვით რატომ არ იკითხავთ როგორ უჭირს ამ ადამიანებს როგორ უჭირთ მათ ოჯახებს ეხა ქალბატონი მარინა სიტყვება აი უბრალოდ შემძრა ეს ხო ყველა დედის სახეა და მე მინდა სწორედ აი დედებს უთხრა მოვეფერო და მადლობა უთხრა კიდე აი გმირული საქციელებისთვის რასაც ისინი არა მარტო თავისი შვილებისთვის ჩადიან ისინი ჩვენი შვილების და ჩვენი მომავლისთვის ჩადიან ამ ყველაფერს და არ ვიცი უბრალოდ აი მართლა ქედის მოხრით ვამბობ აი ამ ქალების შესახებ ყველა სიტყვას და მე მინდა უბრალოდ თქვა რომ იმ ადამიანებზე ვინც აი ახლა რუსთაველზე დგანან მეთქი რა მინდა იცი გითხრა რომ გამაოგნებელია ასაკი კიდევ ხალხის აი ასაკის და მიუხედავად რომ დგანან კიდევ აი ამ რომ არ უშინდებიან არც ამინდს არც ემატყეპას არც დასისხლიანებას არაფერს არ უშინდებიან არაფერს უშინდებიან ეს ადამიანები და იცი აი ნიშნის მოგებით მე ქოცებისგან მოსმენილი მაქვს ესეთი
ბრაზა რომ რამდენი ხართ კაცო რამდენი იყავით აი მარჩინ როდესაც მართლა ძალიან ბევრი იყო ხალხი იმაზე იძახდნენ რომ რაღაცა რამდენიმე კანტიკ უნდათ მე მათ ვეტყოდი რომ 10 კაციც რო ვინდგეს 10 კაცი უწყვეტად და მაინც პროტესტს გამოხატავდნენ და იმ 10 კაცში იყვნენ ის ადამიანები ვინც თუნდაც ვიკაბუკიას გადაცემას ვუყურე მე იმ დღეს და ეს სამი არაჩვეულებრივი სტუმრები კი ვიკას არაჩვეულებრივი გადაცემა იყო და მათ შორის ეს ადამიანები რომ იყვნენ ამ 10 კაცში და ერთი ბატონი იულონ გაგოშიძე მთელი თავისი დამსახურებით ქვეყნის წინაშე და თავისი მოღვაწეობით და თავისი უდრეკობით, თავისი გაუტეხელობით 10 კაცი კი არა, ეს 10 კაცი 10,000 სუდრის მერწმუნეთ და რუსთაველზე ვინც დგას, ყველა ღირსეული ადამიანი დგას. ამაზე ნამდვილად თავს დავდებ, რომ ყველა ღირსეულია, რომელმაც თავის ქვეყნის ისტორია კარგად იცის, თავისი ქვეყნის ისტორია თავისი პლუსებით და მინუსებით იცის ძალიან კარგად და იმას ხედავს რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არის გადასარჩენი. საქართველოს ისტორიაში ხა ჯერ მსოფლიო ისტორიაში რამხელა მაგალითები ვიცით ხო? თუნდაც ვაცლავ ჰაველი გახსოვთ ხა ეს ჩეხი ადამიანი რომელიც სამჯერ დააპატიმრეს და მეორე თავის ქვეყნის პრეზიდენტი გახდა. იგივე თუნდაც სოლჟენიცინი რომლის სიტყვამაც ფაქტობრივად იმპერიის კედლები გაბზარა. ხო მართალია ძალიან დიდი ბევრი რამ აქვს გაკეთებული აი სიტყვას თუნდაც და აი ამ უდრეკ ბრძოლას და რაღაცა გაუტეხელობას და საქართველოში მერაბ კოსტავა როცა ყავდა ზვიად გამსახურდია როცა ყავდა რომელიც ვერაფერი ვერ გაუკეთეს იდეას ვერ მოერიან ვერანაირად ღირსებას სინდის ვერაფერი ვერ მოუხერხეს და მაინც ეს ადამიანები იძლევიან იმის საფუძველს რომ თქვა რომ ისტორია საბოლოოდ მაინც იმის მხარეს დგება სადაც არის სიმართლე და ეს მე ამაში დარწმუნებული ვარ და მე მინდა მივმართო აი ამ პატიმრებს ჩვენი სინდისის პატიმრებს რომ თქვენ კიდევ მაქედან სადაც ხართ იძლევით უდიდეს ძალას იმისათვის რომ აი ეს ხალხი არ გაატყდეს პირიქით თქვენ რაღაცნაირად კიდევ უბიძგებთ აი ამ თქვენი აი ამ ქმედებებით და გაუტეხელობით ბრძოლისთვის და ეს ბრძოლა რა არის ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ კანონით ყველამ ერთად ვისაც ქართული გვარები გაგვაჩნია მით უმეტეს ჩვენი მთავარი მტრისგან დახსნა და ესეც მინდა ვუთხრა რომ თქვენ მარტო არ ხართ ამიტომ არ ხართ მარტო იმიტომ რომ თქვენ სწორედ იძლევით აი ამ ძალიან დიდ ძალას რომ ხალხმა იბრძოლოს და მე ამაში ვარ დარწმუნებული რომ ყველაფერი კარგად იქნება უბრალოდ ერთი რამ მინდოდა მე თქვა როგორც ალბათ ჩემს შვილებს ჩემს დაძმას რა ვიცი ყველას აი ჩემ ახლოს მე თქვენ არ გიცნობთ ბევრს მაგრამ ასე მგონია რომ ჩემი სისხლი და ხორცი ხართ და არ გიცნობდით აქამდე ახლა გიცნობთ ახლა უფრო მეტად მიყვარხართ უფრო მეტად ვამაყობ და ერთი სული მაქვს როდის გამოხვალთ რომ თითოეულ თქვენთაგანთან მოვიდე თვალებში ჩაგხედოთ და ისე გითხრათ ძალიან დიდი მადლობა მადლობა ქვეყნის ასეთი სიყვარულისთვის მე ახალგაზრდებს კიდევ არაერთხელ გავუსვი ხაზი და ახლა მინდა ვთქვა კიდევ ამ ახალგაზრდებმა ხო საერთოდ გამოაოგნეს ჩვენ რო გვეგონა რომ მხოლოდ ტელეფონში იყვნენ ესენი ჩარგულები თურმე რამდენი რამ ცოდნიათ თურმე როგორ ცოდნიათ თავისი ქვეყნის წარსული და აწმყოს როგორ მიუძღვებიან წინ აფერუმ თქვენ შვილებო ძალიან საამაყოები ხართ და ბოლოს რაღაცნაირად მონოლოგი გამომივიდა მაგრამ მინდა ვუთხრა იცი აი ამ პატიმრებს რომ არაჩვეულებრივი რესპონდენტი მადლობა უბრალოდ მე მგონია რომ ერთადერთი რაც მე გამაჩნია ეს არის სიწყრფელე და მე არ ვტყუი მე არ თამაშობ იმიტომ რომ დღეს ეთერში ვარ და რაღაც უნდა გავაკეთო მე მინდა და ვიღაცას თავი მოვაწონო არავითარ შემთხვევაში მე ისიც ვიცი ინგა ზუსტად რომ აი ეხლა უამრავი ადამიანი არა უამრავი ალბათ არა მაგრამ კლავიატურასთან ზის ეხლა თქვენ ნახეთ ჩემი ლანძღვაგინება მაგრამ მე ეხლა ისინი უკვე ნამდვილად აღარ მაინტერესებს მას შემდეგ რაც მე გამიკეთეს აი ის საპატრიარქო გვერდზე გადავდე სხვათა შორის და ის რაღაცა როგორ გითხრათ უსუსური საქციელი რაც ჩაიდინეს რაც გააკეთეს ემიგრანტებთან დაკავშირებით იმიტომ რომ
მე მაქვს დრო ცოტა ძალიან. კი, გაქვთ. კი. როდესაც მე თავარზე ანუ ვიყავი და ჩემი რუბრიკა მქონდა, იქ ერთ-ერთი გადაცემა, ანუ დილის გადაცემა მიდის პირდაპირ ეთერში და მე ვხედავ ფანჯარაში, ანუ ერთ მხარეს ჩანვარ მე და მეორე მხარეს ჩანან აი ეს ბიჭები, რომლებსაც ასე არბევენ, პირდაპირ ეთერია თან და ხედავ ამ დასისხლიანებულ ბიჭებს, ამ გაუბედურებულს და ცოტა ხნით ადრე ვიდრე ეთერში შევიდოდით, ჩვენი პროდიუსერი ვხედავ, რომ ძალიან აღელვებულია და თუ შეიძლება ითქვას, სიტყვით ხმალაობს ვისთან ემიგრანტთან, რომელიც ძალიან კარგად გრძნობს თავს, ძალიან თბილად ზის იქ, შვილებსაც მშვენივრად ყვებავს, მშვენივრად ასწავლის, ჯანდაცვა პრობლემა არ აქვს, ასე შემდეგ და მას კიდევ სხვები უჭერენ მხარს და პირდაპირ პროპაგანდირებენ რუსებს. გესმით რაზეა ლაპარაკი? აი პირდაპირ პროპაგანდირებდნენ რუსეთს, რომ რა გინდათ, ყველაფერი კარგად იქნება და თავი უნდა დაუხაროთ და ამაზე მე, მანამდე ცოტა ხნით ადრე მე ემიგრანტებს ბევრი ვეფერე ძალიან, იმიტომ რომ ისინი ამის ღირსები არიან ნამდვილად, იმიტომ რომ ბოლოს ქვეყანა გადაარჩინეს, აი თქვენ ვიცით რომ რაღაც დიდი მონაკვეთი იყო, როდესაც ქვეყანა უბრალოდ მათ გადაარჩინეს. კონკრეტული სიცოცხლეები აქვთ გადარჩენილი, კონკრეტული ადამიანები ყავთ გადარჩენილი და ვის? არა იმათ, ვინც აი ამას პროპაგანდირებდა, არამედ იმათ, ვისაც უჭირს. თავის ნათესავებსაც ეხმარება და ახლა თურმე ამათ კიდევ ამასაც უსპობენ, რომ ნათესავები კი, ჩაუთვლიან, რომ რაღაც სახელმწიფოს წინააღმდეგ არის რაღაც ფული, რომელიც მაგალითად ემიგრანტი ოჯახის წევრისგან დაერიცხება ვინმეს და მართლა ძალიან სწორი იყო გიორგი მშვენიერაძის სტატუსს კითხულობდი, აი გადმოურიცხა დედამ 100 ევრო, ამ ფულით გადაახურდავა, იყიდა ვთქვათ დროშა, გადმოფინა და ეს შეიძლება მას პოლიტიკურ განაცხადად ჩაუთვალონ და ის თანხა პოლიტიკური საქმიანობისთვის გადმორიცხულად და უცებ თქვა რომ დამნაშავეა. კი, არც ეს გაგვიკვირდება, ნამდვილად არაფერი გვიკვირს და მე ამას დავამთავრებ ამ ამბავს, რომ უცბად რომ დავინახე, რომ ესენი ესე ამ მდგომარეობაში არიან და ისინი იქიდან ბრტყელებს ისვრიან და არც ეწოდებათ აი ეს თავისი ძმების თანატოლები, რა ვიცი, ყოველ შემთხვევაში მე ამაზე ახვფოთდი და მახსოვს, რომ ჩემი თავიც დანახვაც არ მიყვარს იმ სიუჟეტში, როდესაც მე მიუმართე, რომ რას აკეთებთ მეთქი, დაჯექი თქვენ ადგილზე მეთქი და მოკლედ ძალიან აგრესიული ვიყავი. რა გააკეთა, იცით, მე ყურში აღარ მესმის, რა გააკეთეს, იცით? ისმის თქვენი ხმა, ისმის თამრიკო, ისმის. ანუ პოსტივი პირდაპირ გეუბნები, რომლის განსახ მართლა არაფერი მიკვირს, მაგრამ გაჭრა ეს ჩემი სიტყვა და მაშინ როდესაც აი მათ მიუმართავდი აი ესე აღელვებული, ყველას დაუდო, მთელ ემიგრაციას დაუდო. და იქიდან წამოვიდა ისეთი ცალანძღავი სიტყვები, ისე დღეში ჩამაგდეს, რომ უბრალოდ მართლა კინაღამ შევეწირი ამ ყველაფერს. თქვენ წარმოგიდგენიათ რამხელა უსამართლობა და ბოლოს ესე იგი ბოლოს რა იყო, რომ მითხეს, რომ სასწრაფოდ მიმართვა გააკეთეო, რომ შენ მთელი შენი ემიგრანტებთან დაკავშირებული სიტყვა მოგიჭრეს, ეს უნდა თქვაო. და როგორც კი დავდე და ატყდა ერთი ამბავი ბოდიშებით და როგორ ვერ ვიფიქრეთ, რომ ეს მოჭრილი იყო. რატო იკადრეს ეს? აი, რატომ გააკეთეს? რატომ ებრძოლენ ამის? იმიტომ რომ გაენადგურებინეს შენი პოზიციის გამო, შენი ღია სამოქალაქო პოზიციის გამო და ეს არის ჩვეულებრივი საბჭოთა პროპაგანდის მეთოდები, უკვე ნანახი რაც აქვს ამ ქვეყანას. აი, ამიტომ იკადრეს. იცი რა, უვიცი ხალხი არ არის უვიცი, მე იციან ის საბჭოთა ასე ვთქვათ მთელი გმირობები და რა ვიცი, ეხა ამათ მაგალითზე, როდესაც ხედავ რომ ფაქტობრივად იგივე ხდება, შენ ამას როგორ იწონებ? მე ქოცებზე ვლაპარაკობ პირდაპირ ხალხო, გაოგნებული ვარ, რომ დღეს კიდე ქოცი გქვია სირცხვილია, ეხა ნახე რა ამბავი ატყვის, მაგრამ მე ამაზე ბევრს ვიცინებ, პირდაპირ გეტყვი და კიდევ ერთი, აი ამ ჩვენ ბიჭებს და აი ატიმრებს მინდა მივმართო და ვუთხრა რომ ყველაფერი კარგად იქნება, მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, თქვენ გამოხვალთ და გამოხვალთ
დარწმუნებული ვარ ამაში, აუცილებლად გაბრაზებულები. ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა, იმიტომ რომ როდესაც ასე უსამართლოდ გექცევიან, გაბრაზებული ხარ, რა თქმა უნდა, მაგრამ რასაც ჩემ თავში ვიჭერ, ის მინდა გითხრათ რა, მეშინია ძალიან რომ სიძულვილში არ გადავიდეს ეს ყველაფერი და არ გადაიყვანოთ სიძულვილში, იმიტომ რომ როდესაც თქვენ გამოხვალთ, როდესაც ჩვენი ქვეყანა უკვე მართლა დღესაც გადასარჩენია და მაშინაც გადასარჩენი იქნება, როდესაც თქვენ გამოხვალთ, ის ადამიანები თქვენი გადასარჩენი იქნება მერწმუნეთ. ამიტომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა რაღაცნაირად თავს მოვერიოთ და ის ადამიანები არავითარ შემთხვევაში არ უნდა განვაგდოთ ჩვენგან. მოდით მოვიფიქროთ როგორ გავაკეთოთ ეს ყველაფერი, როცა გამოხვალთ, მაგრამ ვიდრე გამოხვალთ, მოიფიქრეთ როგორ გავაკეთოთ, რომ ყველა ერთად ვიყოთ და ყველა ერთად ვებრძოლოთ იმას, რასაც რუსეთის იმპერია ქვია, რომელმაც ჩვენ არ უნდა დაგვიმონოს. აქამდე ჩვენმა წინაპრებმა ასე მოგვიყვანეს და ჩვენ არ გვაქვს უფლება თავი დავხაროთ. დიდი მადლობა. მიყვარხართ და ძალიან მეამაყებით. თამრიკო, ძალიან დიდი მადლობა ჩვენ